ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული პრობლემის შესახებ, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს, ეს არის ხერხემლის მალთაშუა თიაქარი და მისი მკურნალობა. თემზე საუბრობთ შემოგვიერთდა ეკა გაბადაძის კლინიკის გენერალური დირექტორი, ქალბატონი ეკა, ექიმი, ნევროლოგი, კინეზითერაპიის დამფუძნებელი საქართველოში გახლავთ. დილამშვიდობის ქალბატონი ეკა, მადლობას მოგახსენებთ მოგწენებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ხერხემლის მალთაშუა თიაქრის შესახებ, რომელიც როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ გავრცელებული არის ჩვენს საზოგადოებაში. კინეზითერაპიის შესახებ აუცილებლად ვთქვათ, თუ რას წარმოადგენს და შემდგომ როგორი არის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რა თქმა უნდა, რჩევებს მოგისმენთ თქვენ. კინეზითერაპია ეს არის მოძრაობით მკურნალობა, რომელიც მოიცავს დეკომპრესიულ ანტიგრავიტაციულ დანადგარებზე სწორ ფიზიკურ აქტივობას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ექიმის მიერ, ასე ვთქვათ, დანიშნული, იმიტომ რომ არის რიგი შემთხვევები, როდესაც ფიზიკურად შეიძლება ვერ ჩატარდეს კინეზითერაპიული პროცედურა და სწორედ ამის გამო მწვავე შემთხვევებში, როდესაც არის მალთაშუა დისკის თიაქარი და მწვავე ტკივილი აქვს პაციენტს და არ შეუძლია ფიზიკურად მოძრაობა, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მე როგორც ნევროლოგს მიმეღო გადაწყვეტილება, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტებს დავხმარებოდი და სწორედ ამიტომ შეიქმნა სწორედ ეკა გაბადაძის მეთოდი, რომლის ასე ვთქვათ, გაჟღერებას და ექსკლუზივს პირველად თქვენი ტელევიზიით ვახერხებ და ამისთვის მადლობა, რომ მომეცა საშუალება. კინეზითერაპია არის ერთ-ერთი მძლავრი მეთოდი, რომელიც ამ შემთხვევაში პაციენტს ეხმარება, მაგრამ ისეთ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს ფიზიკურად რთული თიაქრის ლოკალიზაციიდან გამომდინარე არ შეუძლია მოძრაობა და აქვს ტკივილი, რომელიც არის გაუსაძლისი და პაციენტს უჭირს ელემენტარულად მოხრა, გაშლა, ადგომა, დაჯდომა, სწორედ ასეთ შემთხვევებში მე როგორც ნევროლოგი ვთვლი და ეს აუცილებელიც არის, რომ პაციენტს როგორღაც შეუმსუბუქოთ ტკივილი. ამაში, რა თქმა უნდა, გვეხმარება ის მიდგომა, რომელიც სპეციალურად, ასე ვთქვათ, შევქმენი და მიხარია, რომ ამ მეთოდის ავტორი გახლავართ მე. და მთავარი არის საერთაშორისო აღიარება ჰპოვა თქვენმა მეთოდმა, ხომ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად. და საინტერესო არის, რა შემთხვევაში ხდება თქვენთან მომართვა და როგორი ფორმით, ასე ვთქვათ, ან თქვენთან ხდება დიაგნოსტირება, თუ უკვე მზა მასალით უნდა მოვიდნენ, ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტული კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხით და ასე შემდეგ. თქვენ ახერხებთ, რომ ნებისმიერი სახის ტკივილის შემთხვევა როდესაც პაციენტს აქვს ნებისმიერი სახსრის, ეს იქნება მუხლის, კოჭწვევის, მენჯბარძაყის, ხერხემლის, კიდურის, ნებისმიერი მიალგიური ტკივილი იქნება ეს თუ გაქრონიკულებული ნეიროპათიული ტკივილი, ასევე მალთაშუა დისკის პროტრუზიის, თიაქრის და რიგ შემთხვევებში სხვადასხვა პათოლოგიების და ნოზოლოგიების დროს შეუძლია პაციენტს მოგმართოს, ჩაიწეროს ვიზიტზე. რა თქმა უნდა, მე შევაფასებ მის ცვალსახსროვანი სისტემის დეტალურად პრობლემას, თუ რაიმე ინსტრუმენტული კვლევა ჭირდება, ენიშნება კონსულტაციაზე და შემდეგ მიდგომა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გადაწყვიტოს ექიმმა, ნევროლოგმა, იმიტომ რომ ნევროლოგიური შეფასება და ის ტესტები, რასაც ჩვენ ნევროლოგები ვიყენებთ და ამ შემთხვევაში, რასაც მე ვიყენებ, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის შეფასებისთვის, დაინიშნოს პირდაპირ კინეზითერაპიული კურსი, თუ ჯერჯერობით ჩავატაროთ ის თერაპია, რასაც ზუსტად მოიცავს ეკა გაბადაძის მეთოდი, იმიტომ რომ ძალიან მიხარია, რომ ამას საერთაშორისო და ასე ვთქვათ, სახელმწიფო აღიარება აქვს უკვე მინიჭებული და შესაბამისად აპრობირებულია იმ მხრივ, რომ ეს უკვე გამოცდილია ათასობით პაციენტში და ძალიან კარგი შედეგისთვის არის მიმართული იმისთვის, რომ პაციენტმა არ შეასრულოს ის სამკურნალო თერაპიული კურსი ტკივილით, არ ქონდეს ტკივილი, ჩვენ მას დავეხმაროთ
მიღწევა, რომ სამედიცინო კუთხით რომ ნაკლები ტკივილით შეასრულოს ეს პროცედურა, თავისთავად თუ მწვავე რადიკულოპათიური ტკივილია, ანთებაც მალევე, ასე ვთქვათ, აულაგდეს და შეუმცირდეს და შესაბამისად შემდეგ გავამაგროთ ის ხერხემლის პარავერტებრალური ღრმა კუნთოვანი კორსეტი, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ მოხდეს ნერვულ წნულებზე კომპრესია და არ გავრცელდეს ტკივილის ლოკალური გავრცელებიდან არ გადავიდეთ პერიფერიულ გავრცელებაზე. შესაბამისად, ასეთ პაციენტებს აქვთ დაბუჟება ხელში, ფეხში, სხვადასხვა კიდურებში და ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ პაციენტები მოდიან ძალიან გაუსაძლისი ტკივილით, როდესაც უკვე პაციენტს უჭერს მოძრაობა და კეთდება შემდეგ მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ოქროს სტანდარტი გახლავთ მედიცინაში და აღმოჩნდება, რომ აქვს ძალიან დიდი ზომის თიაქარი. აი, ზუსტად თიაქარზე გვინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ აღმოჩენის შემთხვევაშია მე ეს პროცედურები რაც ჩამოთვალეთ. პირველი სიგნალი, ასე ვთქვათ, საგანგაშო წითელი, როდის გვენთება, როდის უნდა მივხვდეს ადამიანი, რომ შეიძლება უკვე თიაქართან არის საქმე და დროზე მიმართოს, იმიტომ რომ ცხადია ნებისმიერ შემთხვევაში დროულად მიმართვა უკეთეს შედეგს გამოვიდა. რა თქმა უნდა, თუ პაციენტს აქვს ტკივილი ნებისმიერი ხასიათის, ეს იქნება წელის ნაწილის, გულმკერდის თუ კისრის ნაწილის, თუ ერთჯერ მეტად აწუხებს ანუ პაციენტს და ტკივილი მოდის ერთჯერ მეტად, ეს უკვე ნიშნავს, რომ არის გაქრონიკულებული პროცესი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ხერხემლის მალთაშუა პროტრუზია აქვს პაციენტს წყლები, სამწუხაროდ თვლიან, რომ ეს არ არის რაღაცა საგანგაშო პრობლემა. შემდეგ უკვე გადადის მალთაშუა დისკის თიაქარში, აღმოცენდება ძლიერი ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, დაბუჟება კიდურში და მოგმართავენ ასეთი პაციენტები ძალიან ხშირად. შესაბამისად, თუ პაციენტს აქვს დისკომფორტი, ტკივილი ნებისმიერი ხასიათის, ასეთ შემთხვევაში ჯობია რომ პირველი ვიზიტი დაიგეგმოს, იმიტომ რომ ნაკლები კვლევაც სჭირდება, ნაკლებ დროს მოიცავს, ნაკლები მკურნალობა კურსი ჭირდება და თავისთავად გამოჯამთელებაც მალე დგება, იმიტომ რომ არ მწვავდება პროცესი და არ მივდივართ უკვე რთულ მდგომარეობამდე. მაგრამ თუ მაინც გართულდა ეს ყველაფერი, ჩვეულებრივად დახმარება ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია რაღაცა გამონაკლისების დროს, როდესაც ეს ხდება საოპერაციო, მაგრამ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის, მალთაშუა დისკის თიაქარი სადღაც 5%-ია მხოლოდ საოპერაციო, დანარჩენ შემთხვევაში ჩვეულებრივად კონსერვატიული მიდგომით გაჩნია მწვავე მდგომარეობაში მოგმართავს პაციენტი თუ ქვემწვავე ფაზაში, ამის მიხედვით ხდება ზუსტად ნევროლოგის ანუ ჩემს მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომელი თერაპიული კურსი ჭირდება მას მდგომარეობის მიხედვით, იმიტომ რომ ნევროლოგიური შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს გვაძლევს იმის გადაწყვეტილების მიღების უნარს, რომ ჩვენ განსაზღვროთ დაინიშნოს რაღაც მწვავე პერიოდში მედიკამენტოზური თერაპია და შემდეგ, ასე ვთქვათ, ქვემწვავე ფაზაში, როდესაც გადადის პაციენტი, შემდეგ დავნიშნოთ კინეზთერაპია, თუ დავნიშნოთ პირდაპირ კინეზთერაპიული დეკომპრესიული ვარჯიშები. ამას ზუსტად ვიგებთ პირველად კონსულტაციაზე. შესაბამისად, მალთაშუა დისკის თიაქარი არ არის განაჩენი, კიდევ მეორდები 95%-ში არაოპერაციულად მკურნალობთ და ძალიან სასიხარულოა, რომ ესეთი მიდგომა უკვე არსებობს საქართველოში, რომელსაც მე უხემძღვანელობ უკვე დიდი ხანია და მიხარია რომ ეს უკვე აღიარებულიც არის ეს მეთოდი. რა თქმა უნდა, აქ საუბარი უნდა იყოს იმაზეც, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თავად პაციენტის დამოკიდებულებას და რწმენას ამ მეთოდის მიმართ, ხო? თავისთავად როგორი განწყობა აქვს მას. რაც აისახება შემდგომ მეთოდის გამართლებაზე. მეთოდის უნიკალურობა და ძირითადად რამ განაპირობა ამ მეთოდის, ასე ვთქვათ, დანერგვა. ძალიან ბევრი უცხოელი პაციენტი მყავდა, რომელიც ჩამოდიოდნენ ჩემთან სამკურნალოდ და ყველას უნდოდა სწრაფი შედეგი მიეღოთ მოკლე დროში. ეს იყო ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი მოთხოვნა, რომელიც, ასე ვთქვათ, უნდა მე როგორც ექიმს, უნდა დავხმარებოდი პაციენტებს. არა მარტო უცხოელი პაციენტები, ქართველი პაციენტებიც სხვათა შორის ყველას უნდა ექიმთან რომ მიდის ძალიან სწრაფი შედეგი. აქედან გამომდინარე, დიახ, ეკა გაბადაძის მეთოდი მოიცავს იმ მიდგომას,
ამას, რომ პაციენტმა მოკლე დროში მიიღოს მაქსიმალურად ჩქარი შედეგი და ეს ჩქარი განკურნების შედეგი არის შემდეგ ხანგრძლივი. ზუსტად ეს იყო წინაპირობა იმისთვის, რომ მე ჩემი მეთოდი, ესე ვთქვათ, დამეფუძნებინა და ამ ასე ვთქვათ ნაშრომმა მერე მოიპოვა უკვე აღიარებაც და ძალიან მიხარია, რომ მოკლე დროში პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა საუკეთესო შედეგების მიღების. ზოგადი წარმოდგენა რო შეექმნათ ჩვენს მაყურებელს ეკა გაბადაძის მეთოდი რას მოიცავს? ეკა გაბადაძის მეთოდი აბსოლუტურად არის უსაფრთხო, რომელიც მიზანმიმართულია სწრაფ შედეგზე პაციენტის გამოჯამრთელებაზე, რომელიც ხდება ძალიან მცირე დროში საუკეთესო შედეგებით და როგორც ქართველ პაციენტებს, ასევე უცხოელ პაციენტებს ვეხმარებით, რომ მიიღონ სწრაფი შედეგი, ჩამოვიდნენ ჩვენთან სამკურნალოდ და თუ ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც პაციენტს ფიზიკურად არ შეუძლია მოძრაობა. მე როგორც ნევროლოგი და ვთქვათ, ვიღებ ისეთ პაციენტს, რომელსაც აქვს მწვავე რადიკულოპათია, არიან პაციენტები, რომლებიც თვეობით, ასე ვთქვათ, ვერ დგებიან, ვერ დადიან, ვერ გადაადგილდებიან. ასეთ შემთხვევაში ფიზიკურად არ შეუძლიათ მოძრაობა და კინეზთერაპიას ფიზიკურად ვერ იტარებს თავისი მდგომარეობის გამო. ასეთ შემთხვევაში ეკა გაბადაძის მეთოდი თავაზობს მათ მწვავე პროცესის სწრაფად გადაყვანას ქვემწვავე ფაზაში, კონსერვატიული მკურნალობით და შემდეგ უკვე ვიწყებთ კინეზთერაპიულ კურსს, რომელიც კიდევ მეორდები უზრუნველყოფს ეს ორივე, ასე ვთქვათ, მკურნალობის მეთოდი უზრუნველყოფს პაციენტის სწრაფ გამოჯამრთელებას, ძალიან სწრაფ გამოჯამრთელებას. და ალბათ არსებობს ეტაპები ამ დაავადებისაც, აი ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ეს მეთოდი მუშაობს და თუ ქონეთ პრაქტიკაში, რომ ძალიან მძიმე პაციენტმა მიიღო შედეგი. ძალიან კარგი საინტერესო კითხვა. ანუ პირდაპირ კონსულტაციაზე, როდესაც მოდის პაციენტი და მე ვაფასებ, ზუსტად ნევროლოგიური შეფასება იძლევა მხოლოდ ამის საშუალებას. მხოლოდ ნევროლოგიური შეფასება ხაზგასმით ვამბობ, რომ გადაწყდეს ეს პაციენტი არის თუ არა საოპერაციო. თუ კონსულტაციაზე ნევროლოგიურად გვაქვს ჩვენ შესაბამისი მდგომარეობა, რომ პაციენტი არის საოპერაციო, რა თქმა უნდა, მე პირდაპირ ვურჩევ მას ოპერაციის ჩატარებას და შემდეგ პოსტოპერაციულ თერაპიას ვთავაზობთ, მაგრამ ასეთი შემთხვევები არის 5%, არც 3-5%. აი, თითქოს ჩამოსათვლელი შემთხვევა მახსენდება, როდესაც მე პაციენტისთვის მithქვამს პირდაპირ კონსულტაციაზე, რომ იცით რა, თქვენ საოპერაციო გახართ, ეს საოპერაციო ჩვენება არის პარეზი კიდურის პაციენტებმა რომ გაიგოს, ანუ თუ ფეხში ირადირებს ტკივილი, ფაქტიურად ყრდნობა ვერ ხდება კიდურზე და ფეხი, ასე ვთქვათ, ძალის დაქვეითება მიდის და იკეცება და ვერ ახერხებს პაციენტი ყრდნობას და მეორე შემთხვევა არის ისეთი რთული ხასიათის ტკივილი, რომელსაც უკვე არ ხსნის არც ერთი სამკურნალო საშუალება. მხოლოდ ამ ორ შემთხვევაში არის პაციენტის საოპერაციო და რა თქმა უნდა, კონსულტაციაზე ვეუბნები მე, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ ჩავატარებთ, პირდაპირ მიდის პაციენტი საოპერაციოდ. თუმცა ეს არის ძალიან მინიმუმამდე დაყვანილი პროცენტი, რაც შეიძლება შეგვხვდეს. და იმ კურნალობის შემდგომ საჭიროა თუ არა კვლავ კურსების ჩატარება და ამით დავისრულოთ ჩვენ შეხვედრა. აუცილებელია, რომ თუ არ არის პაციენტი მწვავე ფაზაში, აუცილებელია ნებისმიერი ტკივილის შემთხვევაში ჩვენ ჩავატაროთ დეკომპრესიული კინეზთერაპია, რომელიც რას უზრუნველყოფს? უზრუნველყოფს ღრმაკუნთოვანი კორსეტის გამაგრებას, იმისთვის, რომ ყოფიერ ცხოვრებაში, როდესაც პაციენტი იღებს დატვირთვას, ფიზიკურ დატვირთვას, არ მოხდეს ნერვულ წნულებზე კომპრესია. ზუსტად ამას უზრუნველყოფს და ეს არის სრულიად უსაფრთხო მიდგომა ძვალსახსროვანი სისტემისთვის და ძალიან შედეგია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი პაციენტი შეძლებს ესე იგი ჯანმრთელად გააგრძელოს ცხოვრება იმ შემთხვევაში თუ დაიმართება ეს დაავადება და შემდგომ თქვენი თერაპიით განიკურნება ბევრ განკურნებულ პაციენტს. მადლობა ჩვენთან. ეკა გაბადაძის კლინიკის გენერალური დირექტორი, ექიმი, ნევროლოგი, კინეზთერაპიის დამფუძნებელი საქართველოს ეკა გაბადაძე გვესაუბრებოდა.